Დაბრუნდით უკვე სტუმართან ერთად, ჩვენთან ერთად არის სტუდიაში ქალბატონი თინა თოფური, აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და გვეგმავთ რომ ვისაუბროთ გრიპის ვირუსებზე, რომელიც საკმაოდ მძლავრად არის მოდებული და ძირითადად ბავშვებში გამოიხატება ძალიან აქტიურად, თუმცა რისკ ჯგუფები საკმაოდ ბევრია, ხო, შეგვიძლია ამის ჩამოთვლა. მოდით ვურჩიოთ მაყურებელს, როგორ შეიძლება პირველ რიგში ვიმკურნალოთ იმისთვის, ვინც დაავადებულია და რა უნდა გავაკეთოთ, რომ გავიძლიეროთ იმუნიტეტი მომზადებული შევხვდეთ მოკლედ იმ გარემოს, რაც არის ნამდვილად დაინფიცირებული. ის რა, ყოველ წელს არის ეს პრობლემა, რა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოდის ხოლმე ტალღა. ეხლა წელს ერთი ეპიდემია შემიძლია თქვა, რომ იყო და ეხლაც მიმდინარეობს ჯერ კიდევ. არ არის მოსახლეობა გამოსული მდგომარეობიდან, ძალიან გახანგრძლივდა. ადრე ითვლებოდა, რომ გრიპი რჩება ერთ კვირაში, 5 დღეში ერთ კვირაში. ეხლა უკვე წლევანდელი და შარშანდელი გრიპები ხანგრძლივობით გამოირჩევიან. აი ხა მეორე თვეა უკვე რაც არიან ადამიანთა დიდი ჯგუფი და სხვათა შორის არა ბავშვები და არა მოხუცები, არამედ ნებისმიერი ასაკის, ასე ვერ გამოვყოფთ რაღაც გარკვეულ ასაკს და ორი თვეა უკვე უგრძელდებათ აი სისუსტეებით მიმდინარე ხველებით, რაღაც სპონტანური ხველებით და სადღაც აქ მოსახლეობის ბრალიც არის და მე მინდა რომ გავაფრთხილო მოსახლეობა და დავიწყო არა იქიდან, ну რა თქმა უნდა იმუნიტეტი უნდა გავიძლიეროთ ყველა ვარიანტში, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებ. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი რაც მინდა ვთქვა, რაც მოსახლეობამ არ იცის. აფთიაქებში იყიდება უამრავი წამალი დღეს გრიპის საწინააღმდეგო ეს არის ტაიკოლდი კონტრექსი და ასე შემდეგ. ძალიან ზოგი უბრალოდ. და ეხლა რა ხდება, იცით? უმრავლესობა ამ პრეპარატებისა ეს არის ერთი და იგივე შემადგენლობა, ოღონდ სხვადასხვა ფირმის წარმოების. და ეს არის რეალურად პარაცეტამოლი, რომელიც ძალიან კარგია, ძალიან ეფექტურია. ამ შემთხვევაში პირველივე დღეებიდან მისი მიღება, აი ნებისმიერი მისი ინტერპრეტაციისა, დასახელების და მიუხედავად, მაგრამ როდესაც ყიდულობენ, შეიძენენ, აუცილებლად კითხონ აფთიაქში, ხომ არ არის ეს იგივე? ანუ შემადგენლობა იკითხონ. იმიტომ რომ გამოდის რომ ერთ და იგივე წამალს ღებულობენ და ძალიან დიდი დოზით გამოსდით აი ეს პარაცეტამოლის მიღება. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა იმისი, რატო ურთულდებათ. ეხლა მეორე, იყიდება ძალიან ბევრი ხველების წამალი, ბრონქების წამალი და მე მინდა ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე გითხრათ, აი ამ გრიპებზე ძალიან კარგად მოქმედებს ყველაზე იაფი, ყველაზე იორღად, ყველაზე კარგად ცნობილი ალთეს პრეპარატი, ეს არის მუკალტინი. მუკალტინი და ბრონგექსინი, ეს კომბინაცია არის შესანიშნავი. მე არანაირ რეკლამას არ ვუკეთებ ახლა წამლებს, უბრალოდ რჩევას ვაძლევ, როგორ გამოვიდნენ მდგომარეობიდან ყველაზე ეფექტური რაც გამოდგა. და კიდევ ერთი რამ. როგორც კი დაგემართებათ გრიპი და გრძნობთ რომ თქვენ გაქვთ გრიპი და გეწყებათ, ეს იქნება მაღალი სიცხით, თუ იქნება შეჟროლებით, მნიშვნელობა არ აქვს როგორი კლინიკით. მაშინვე გაიკეთეთ, გაუშვით ან ვიღაცა თქვენი ახლობელი და გაატანეთ თქვენი ნახველი ან ნაცხი, ან თუ შეგიძლიათ თქვენ თვითონ მიდით ლაბორატორიაში და აუცილებლად გაიკეთეთ ანტიბიოტიკოგრამა, დაათესინეთ ეს ნაცხი. და გააკეთეთ ეს ანტიბიოტიკოგრამა რა არის? ეს არის შემოწმება აი იმ შტამისა, რომელიც გაიზრდება ანტიბიოტიკებზე და ასევე ფაგოგრამა. აი ჩვენთან რატომღაც დიდად არ ხმარობს მოსახლეობა ფაგებს. ამ დროს ეს არის შესანიშნავი რამ. მე არ მინდა ვთქვა რომ ან ფაგი ან ანტიბიოტიკი მოქმედებს ვირუსებზე. არა და არა, აქ არეულობა არ უნდა მოხდეს. მაგრამ ხდება რა იცით? აი წელს ძალიან გააქტიურებული არის ბაქტერიული ფლორა. და ის რაც ხდება, აი ეს გაუთავებელი ხველება, აი ეს გაგრძელებული გრიპი, ეს არ არის მარტო ვირუსი. ვირუსი, რომელიც ახლა იყო, აი რომელიც ესე თქვა თავდება ეს ეპიდემია, არ იყო საკმაოდ სუსტი იყო, არ იყო ძალიან ვირულენტური, მაგრამ ის ამ გრიპით დაავადების დროს ორგანიზმი იმდენად სუსტდება, რომ ის ბაქტერიალური ფლორა, რომელიც ყოველთვის არის ჩვენში, გააქტიურდეს და აი კოკები, სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი არის ძალიან გააქტიურებული და ძალიან გამაიმუნებულები არიან, უცებ ეჩვევიან ყველანაირ წამალს, ყველანაირ ანტიბიოტიკს და რეზისტენტულები ხდებიან. შემდეგ ხდება ერთი პაციენტიდან მეორეზე ამ რეზისტენტული ფლორის გადასვლა და შეიძლება შენ სულ არ მიგიღი ანტიბიოტიკი ცხოვრებაში არასოდეს, მაგრამ რომ გაიკეთებ ანტიბიოტიკოგრამას, აღმოჩნდება, რომ ფართე სპექტრის ანტიბიოტიკებზე თანამედროვეზე რეაქცია არანაირი არა აქვს აი ამ შენ ნაცხს. ანუ შენი ნაცხიდან ამოთესი. ანუ უნდა განსაზღვროთ რომელი ანტიბიოტიკი არის. და განსაზღვროთ და რატომ იცით ეს გრიპის დროს საერთოდ თქვენ ხა ყველა მიცის კარგად რომ მე საერთო წამლების მოხმარების წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს დიდი რაოდენობის წამლების, მით უმეტეს გრიპის დროს, მაგრამ ეხლა არის განსაკუთრებული შემთხვევა და ის გრიპი რომელიც წელს მოდის, მით უმეტეს იმ ფონზე რაც აი ეხლა ხდება და საკმაოდ დასუსტებული არის, როგორც მძიმე ეკოლოგიის გამო, როგორც სოციალური ფონის გამო ჩვენი მოსახლეობა, ასევე იმ გრიპის გამო რომელიც უკვე გადაიტანეს და ის ტალღა რომელიც მიდის რომ ახსენე და გარდა ამისა
თვითონ ის ვირუსი, რომელიც მოდის საკმაოდ ვირულენტური არის, როგორც მოდის ინფორმაცია ჩვენამდე ევროპის ქვეყნებიდან. ამიტომ მე ვხედავ პროგნოზს ვაკეთებ იმისა, რომ აუცილებელი იქნება ანტიბიოტიკების ხმარება და როდესაც უკვე გართულება არის და უკვე თქვენ სუდათ ახართ, უკვე დაიწყებთ ანტიბიოტიკების მიღებას, გამოგიწერთ ექიმი, რა თქმა უნდა და დაიწყებთ ამის მიღებას, უკვე გვიანი იქნება ჩაბარება იმ ნაცხისა. თქვენ ვერ გაერკვევით, მე იმის ამოწესვას ჭირდება 4-5 დღე. აი თავიდანვე როგორც კი გახდებით ავად ჩააბარეთ, ეს არ არის ძვირიანი ისე საკმაოდ იაფია, ჩააბარებთ, გეჭიროთ ხელში, რომ როცა დაგჭირდება, თუ ღმერთმა არ დაგაჭიროთ, მაგრამ თუ დაგჭირდათ, რომ თქვენ იცოდეთ და რატო ვამბობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აღმოჩნდა, რომ აი ამ გრიპის პერიოდში ძალიან ბევრი ჩემი პაციენტი და ახლობელი, ვინც გაუშვიდა, გაიკეთეს ანტიბიოტიკოგრამები, აღმოჩნდა, რომ ფართე სპექტრის ანტიბიოტიკებზე რეაქცია აი ამ შტამებს არ ქონდათ. ანუ უკვე ნამკურნალები ფორმა და ცუდად ნამკურნალები ფორმა არის გადადებული. და აღმოჩნდა, რომ ყველაზე აქტიურად პასუხებში მოდიოდა რეაგირება ამპიცილინზე და ამპიოქსზე, რომელიც თითქოს უფრო პატარა მცირე სპექტრის და არა ისეთი პოპულარული არის. ამიტომ თქვენ თუ გიჭირავთ ეს და მით უმეტეს თუ ფაგოგრამა გიჭირავთ, შეგიძლიათ ფაგებითვე მოერიოთ იქვე, რაც ამოითესა, იქვე წერია რომელ ფაგზე მგზნობელობა, შეიძენთ ამას და სანამ ანტიბიოტიკზე გადახვალთ, ჯერ ფაგით მკურნალობა ჩაიტარეთ, შეიძლება ეს საკმარისი აღმოჩნდეს. თუ არა და შემდეგ უკვე ანტიბიოტიკს მიმართავთ. ეხლა რაც შეეხება იმას რომ არის წამლები საპროფილაქტიკო გრიპის, ეს არის იმუნომოდულატორები ძირითადად. მე ამაზე ვმუშაობ დიდი ხანია და ჩემ პროგრამაში გეშინია გრიპის იცით ალბათ ამის შესახებ. როგორც კი იწყება გრიპების სეზონი, მუშავდება ხოლმე ეს პროგრამა და ყოველ წელიწადს მინდა ვთქვა, რომ ვაკვირდებით ჯერ კლინიკურ სურათს, რა კლინიკით მიმდინარეობს და იმის დამიხედვით იცვლება უკვე გრიპის სამკურნალო საშუალებები ჩვენი. საპროფილაქტიკო მაინც შედარებით სტანდარტულია, უბრალოდ ასაკისა და სქესის მიხედვით არის ხოლმე გაყოფილი. სპეციფიურად შერჩეული. ჩვეულებრივ აფთიაქებში რაც იყიდება, ესე იგი არის საპროფილაქტიკო, ანუ იმუნიტეტის გამოძლიერებელი, არის ვირუსთან საბრძოლველი და გრიპთან საბრძოლველი. აი ანტივირუსული პრეპარატები. აი აქაც არის ხოლმე შეცდომა. ანტივირუსული პრეპარატები მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ ვირუსზე. ანუ თუ არის ვირუსი, ისინი ებრძვიან კერძოდ კონკრეტულად ვირუსს. მათი გამოყენება საპროფილაქტიკოდ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. იმიტომ რომ თუ არ არის მტერი, რას უნდა ებრძოლოს? არაფერს, შენ სუტყუილად ღებულობ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს, მას არ აყავს ადრესატი, ანუ ის ვისაც უნდა ებრძოლოს, მტერი არ არის ჯერ მოსული და ეს არის ტყუილად ორგანიზმის დაზიანება და დაზარალება. და კიდევ ერთი მინდა თქვა, აუცილებლად შეხედეთ აი ანტივირუსულ პრეპარატებში. არის მითითებული რამდენი ხნის განმავლობაში არიან ისინი ეფექტურები. ზოგი მათგანის მოქმედების ვადა არის 36 საათი მხოლოდ, ზოგის 48 საათი. იმის შემდგომ მათი მიღება, ეს არის უკვე უბრალოდ ფარმაკოფირმების დაინტერესება. შეიძლება ინსტრუქციაში ეწეროს, რომ მიიღეთ მთელი დაავადების განმავლობაში, მაგრამ ესე არ არის და რატომ? ისინი ბლოკავენ ვირუსის გამრავლებას. ვირუსი როცა მოხდება ორგანიზმში, ის შედის უჯრედის ქსოვილში, ანგრევს მას და იქიდან ერთი თუ შევიდა, ამოდის უკვე რამდენიმე ათასი. და ესეთი ფანტანივით ამოფრქვევა ხდება, შადრევანივით მათი. აი ამ პროცესს ინსტრუქციას ვერ ვენდობით? არა, საქმე რა შემიგიხსნით მექანიზმს. ისიც რა ინსტრუქცია ყოველთვის არის აწყობილი ბიზნესზე, ორიენტირებული ბიზნესზე და იქ ბევრი რაღაცა არის ხოლმე დამალული და დაფარული. თუმცა საათების რაოდენობა უნდა ეწეროს და მე მგონი ყველაში ადრე ეწერა ყოველ შემთხვევაში, წელს არ ვიცი რა იქნება. მაგრამ არის ერთ-ერთი პრეცედენტი ესეთი, რომ ძალიან ძლიერი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც აღიარებული იყო და ეწერა ყოველთვის, რომ პირველი 36 საათის განმავლობაში გამოიყენება, უკვე წელს მე შემხვდა მათი ინსტრუქცია, სადაც ეს მოცემული არ არის და წერია, რომ შეიძლება მთელი იმის დაავადების განმავლობაში მიიღონ. თუმცა არის ძალიან ტოქსიური. ასე რომ უკვე ბოლომდე მე ვერ ვენდობი აი ამ ფარმაკოფირმას. მე არ მინდა შეგნებულად არ ვასახელებ არც ერთ ფარმაკოფირმას, არც ერთ წამლის პრეპარატს. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიყოთ ფრთხილად. ნებისმიერ შემთხვევაში იყავი ძალიან ფრთხილად და ნოენდობით ბოლომდე ინსტრუქციებს წამლების და ძალიან ხშირად წამლების ინსტრუქციაში არ წერია გვერდითი მოვლენები, რომლებიც ძალიან ხშირად არის სხვა წამლებსაც გულისხმობ მე და მით უმეტეს ანტივირუსულ პრეპარატებში. თუ იმას შეუძლია რომ ვირუსი მოკლას, წარმოგიდგენთ რამდენად ძლიერია და მისი ტყუილად მიღება და ზედმეტად რა თქმა უნდა ძალიან საშიშია და ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს.
ორი თვეა უკვე იმ ვირუსს ებრძვისო საზოგადოებაო ეს თქვით, მაგრამ ახსენეთ ასევე ახალი ტალღა, რომელიც დაიწყება და პრინციპში ეს სეზონსაც უკავშირდება. როგორ შეიძლება დავიცვათ თავი? ამ შემთხვევაში არის აუცილებელი მედიკამენტი თუ სხვა გზით შეიძლება რა? თავის დაცვა არის, იმუნიტეტის გაძლიერებით საჭირო. ეხლა პირველი რა ხდება ხოლმე ვირუსების სეზონზე, ეს ყროლდება ხოლმე მთელი ქალაქი, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თავშეყრის ადგილები ნივრით. ადამიანები ყლაპავენ ნიორს, ბევრი ძილის წინ და საერთოდ არ მესმის ძილის წინ რა აზრი აქვს იმის მიღებას. ეს არ არის იმუნიტეტის გაძლიერება, ეს არის ადგილობრივი დაცვა, იმ მომენტალური. ამიტომ იგივე ჩაყლაპა, ან იგივე ჩაღეჭვა აღიზიანებს როგორც კუჭის ლორწოვანს, ასე პირის ღრუს ლორწოვანს, რა თქმა უნდა და არის საკმაოდ არასასურველი. მე აღარ ვლაპარაკობ კოსმეტიკურ იმაზე და სუნზე და სხვა წუხდება. მე ვლაპარაკობ სუფთა სამედიცინო კუთხით. ამისათვის ინიორი არის უებარი, არის შეუცვლელი, მაგრამ მისი მიღება უნდა მოხდეს ორი ფორმით. პირველი ეს არის რა, დაჭერი წვრილად ან დაჭრიდეთ ნივრის საჭყელში, დაასხით სპირტი ან არაყი, ჭაჭა სულ ერთია, დააყენეთ 2 დღე და ეს არის უკვე გამზადებული ნაყენი ნივრის. სახლიდან გამოსვლის წინ გადმოასხით აესწვენი ქონდა ჩასხმული, სახლიდან გამოსვლის წინ ცოტა ერთ-ერთად წყალში შეურიეთ, რომ არ დაგწვათ და ამოისვით აი ეს ელემენტარულად ცხვირის ნესტოებთან შიგარა, ოღონდ გარედან და აი ესე პირის გარშემო, კუთხეებთან. ეს არის სრულიად საკმარისი იმისათვის, რომ დაგისვან თქვენ. რაც შეეხება დალევას, იგივე ნიორი შეგიძლიათ, იგივე აესწვენი, შეგიძლიათ წყალი შეურიოთ ისევ ერთ-ერთზე და ესეთი სახით დალიოთ. უკვე ის აღარ იქნება მწველი და არ დაგიზიანებთ არაფერს. გარდა ამისა, თუ კი თქვენ უკვე გრძნობთ, რომ ან შეგარშულათ, ან შეგცივდათ, არის უებარი, ჩემი ძალიან ძველი რეცეპტია, ეს და ნახევარი საქართველოს აკეთებს, მაგრამ ვინც არ აკეთებს, მეორე ნახევარს ვეთმე. ეს არის ნივრიანი ჩაი. ეს არ არის ის რაც ვთქვათ მალინიანი ჩაია ან ცაცხვის ფოთლიანი ყვავილიანი ჩაია. აქ არის სხვა მექანიზმი, როგორც ტიბეტელები ამბობენ, ის ცეცხლს უკიდებს ორგანიზმზე, წვავს აი ამ ლორწოს და აგდებს აი ამ დაავადებას, ესე ვთქვათ. აშრობს ორგანიზმს. როგორ უნდა მოვამზადოთ? როგორ უნდა მოვამზადოთ? ჩვეულებრივი ჩაი, არა, ჩვეულებრივი ჩაი, ოღონდ სასურველია რომ არ იყოს პაკეტის, არამედ დაყენებული ჩვეულებრივი ჩაი. ცოტა შაქარი უნდა აუცილებლად თუ შაქროს ვამთ, მაინც უნდა 1/4 კოვზი, მაინც, იმიტომ რომ ეს კომპონენტია შაქარი თვითონ და 1 ჩაის ჭიქაზე 200 გრამიან ჭიქას გულისხმობ, 2 საშუალო ზომის 2 კბილი ნიორი. უნდა ჩააჭყლიტოთ დუღარეში, ცხელში, დაახუროთ თავზე 1-5-7 წუთი და გამოდის თვისობრივად ახალი წამალი. ეს ალკალოიდები ერევა ერთმანეთს, არც სუნს არტოვებს, არც გემოს არტოვებს და დამეთანხმებით შეგიძლიათ მიიღოთ განსაზღვრული რაოდენობით, არა? აი ამის მიღება, თუნდაც ნახევარი ჭიქა რომ მიიღოთ ერთ მიღებაზე, რამდენჯერმე დაძინებამდე მოხვედით სახში გაციებული, შემცირნებული, ან უკვე სიცხე გაქვთ, აი ამის დალევა და დილას არ გემახსოვრებათ, რომ თქვენ იყავიეთ ავად. თუ ეს უბრალოდ გაციება აი მომენტალურად მოიხსნება, თუ ეს მაინც ვირუსია და გრიპია, თუ კი თქვენ უნდა გიავადყოფათ 2 კვირა, იავადყოფებთ 3 დღე ვთქვათ. აი ძალიან ეფექტური საშუალებაა. გარდა ამისა, თავდაცვის საშუალება არის არაჩვეულებრივი დინდგელი. აი პატარა სესუმზირას მარცვლის ხელა, ან ცოტა დიდი ნატეხი დინდგელის პირში სულ რო გქონდეთ და როგორც ქუთაისელები ამბობენ, აგლახავებთ პირში. აი სულ გაქვთ როგორც ჟუაჩკა დაახლოებით ისე პირში. ძალიან კარგი დაცვა. აძლიერებს იმუნიტეტს. გარდა ამისა, ყოველდღიურად და არა მარტო გრიპების სეზონის დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? ვიხეხავთ პირის ღრუს, კბილებს კარგად, მაგრამ ის რომ ყელიც იქვეა, ეს გვავიწყდება და იშვიათია ვინმე რომ ყელში სავლებებს იკეთებდეს. აი ეს სავლებებიც არის აუცილებელი, იგივე დინდგელა, იგივე უამრავი ბალახი მცენარეული ნაყენები იყიდება. იგივე შეგიძლიათ ხახვის ნაყენი გააკეთოთ თქვენ თვითონ სახლში, ან სალბი მოამზადოთ და ყოველდღიურად ივლოთ პირის ღრუში და ყელში. ძალიან დიდი მადლობა და ჩვენს მაყურებელს უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი თინა თოფური, აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ნახოთ რეკლამა და რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. დროებით.